თავი მე-12. ახლა სულიერ ნიჭზე. არ მინდა ძმანო, უცოდინარნი იყოთ. იცით რომ როდესაც წარმართები იყავით, უტყუ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ. ამიტომ გაუწყებთ რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს ვერ იტყვის, შეჩვენებულიაო იესო და არავის შეუძლია უფალი უწოდოს იესოს თუ არა სული წმიდით. სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. სახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთ სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს რწმენა იმავე სულით და ზოგს განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს სასწაულთ მოქმედება, ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა ენები, ზოგს ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრი უნაწილებს, როგორც ნებავს. რადგან როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია. ასევეა ქრისტეც. ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველები თუ წარმართები, მონები თუ თავისუფლები და ყველას ერთი სული გვისვამს. ვინაიდან სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი. ფეხმა რომ თქვას, მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, გან ამიტომ იგი არ ეკუთვნის სხეულს. ანდა ყურმა რომ თქვას, მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, გან ამიტომ იგი არ ეკუთვნის სხეულს. თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა? და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოების სხეულში თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა. და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული? აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს, არ მჭირდებია. ვერც თავი ფეხს არ მჭირდებითო. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან. ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად გარემოვიცავთ პატივით და ჩვენს უსახურთ უფრო უხვად აქვთ სახიერება. ჩვენს სახიერებას არ სჭირდებათ ეს, მაგრამ ღმერთმა ასე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არ გუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს, რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე მისი ასოები. დააყენა ღმერთმა ეკლესიაში პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, მერე კურნებათა ნიჭები, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები. ყველა მოციქულია, ყველა მქადაგებელია, ყველა მოძღვარია, ყველას ძალთა მოქმედება აქვს, ყველას აქვს განკურნებათა ნიჭი, ყველანი ლაპარაკობენ ენებით, ყველანი განმარტავენ. ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.